სახელით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. მღვდელმთავარი ილია მინიატისი სინდისისა და ღმრთის მართლმსაჯულების შესახებ. მარხვის დღეებია განსაკუთრებული დღეებია და ყველას გმართებს კიდევ უფრო მეტად გაფიქრება ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. მით უფრო რომ ჟამი მოკლეა და ყველას გველის თვის სამსჯავროზე წარდგომა. კიდან გამომდინარე, უნებრივია რომ ადამიანი უნდა ფიქრობდეს უპირველეს ყოვლისა მის შესახებ, რომ ღმერთთან და საკუთარ სინდისთან იყოს მართალი. მარხვის დღეები კი ამაში გვეხმარება იმით, რომ უფრო ხშირად დავდივართ ტაძარში, ლოცულობთ. მარხვა თუ სულიერია, მით უფრო ადამიანს აძლევს გონიერებას, დაფიქრების უნარს, თავის ცხოვრების წესს. და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩვენ დაუფიქრდეთ ჩვენ ცხოვრებას და ამაში გვეხმარებიან წმინდა მამები, ეკლესიის მამები, რომელთაც გამვლეს ეს მიწიერი ცხოვრება ღირსეულად და აქვთ უდიდესი გამოცდილება სულიერი ცხოვრებისა. მაშ მოусმინოთ მღვდელმთავარს ილია მინიატისს. ჰოი სამსჯავრო, ჰოი სულო, ასე ამოვიძახდი კვნესითა და ცრემლით, როცა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობდი. როგორ არ ავღელდე, როგორ არ შევძორწუნდე, როცა გამახსენდება, რომ დადგება წუთი, როცა კუბოში საყვირის ხმას გავიგონებ, უფლის ხმას, რომელიც სამსჯავროზე მომიხმობს. რომ ჩემი უწინდელი ხორცით აღსდგები, ხელთ მექნება წიგნი, ჩემი სინდისი, რომელშიც ჩაწერილი იქნება ყველაფერი, რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიკეთებია, მიფიქრია, მithქვამს. თავის მართლებისა და შეპასუხების გარეშე ანგარიში უნდა ჩავაბარო ყოველივე ამისათვის, რომ ჩემი მოწმეები ცადა მიწა იქნებიან, მსაჯული იქნება ღმერთი, თლად მართლმსაჯულება, ყოველგვარი შეწყნარების გარეშე, თლად მრისხანება მოწყალების გარეშე, რომ სამსჯავროს შემდეგ განისაზღვრება ან საუკუნო ცხოვრება სამოთხეში, ან საუკუნო ტანჯვა ჯოჯოხეთში. ჰოი სამსჯავრო, ჰოი სულო, ქრისტიანენო, დღეს ჩემგან ნუ მოელით სიტყვას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ყველა მისი თანხლები გარემოებების აღწერით. ნუ მოელით, რომ ცხოვრების დასასრულს, მოზეიმე სამსჯავროს, მსჯავრდებულთა თრთოლასა და მსაჯულის დიდ შვენიერებას აღწერ. ამ ყოველივე შესახებ ხშირად ისმენთ საეკლესიო წმინდა წიგნებიდან. დღეს ამ წმინდა ამბიონზე ამოვედი, რათა თქვენში ის გრძნობა აღძრა, რაც სამსჯავროს საათის შესახებ ფიქრით განვიცადა. რათა წარმოიდგინოთ, რომ ეს საათი დადგა და საშინელი სამსჯავროს წინაშე ვდგავართ. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ იმას, თუ ვინ არის მსჯავრდებული, უბრალო ადამიანი, მსაჯული ვინაა, ღმერთი. ორ საგანზე იფიქრეთ, ადამიანის სინდისსა და ღვთაებრივ მართლმსაჯულებაზე. მაშ ასე თავიდან მსურს გიჩვენოთ, რომ ადამიანის სინდისი ბრალს ზდებს და განაჩინებს. შემდეგ კი ღმრთის მართლმსაჯულება სამსჯავროსა და მისაგებელს აღასრულებს. ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთი ჭეშმარიტება ის არის, რომ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა
და ისმოვა ცოცხლებისა და მკვდრების განსასჯელად. წინასწარ მეტყველნი ძველ აღთქმაში, მახარებელნი ახალ აღთქმაში და ეკლესიის წმინდა მამები თავიანთ თხზულებებში ამის შესახებ საკმაოდ გამომსახველად ლაპარაკობდნენ. ეს ცხოვრებისეული სამყარო ახსავსია უსამართლოებით, ბედნიერებასა და დიდებას ხშირად ბოროტი ადამიანები ახსენენ. კეთილი ადამიანები კი უბედურებაში აღკვეთებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ ღმერთი მართსაჯულია. ამიტომ მომავალ ცხოვრებაში მართალი სამსჯავრო და მისაგებელი იქნება. ბოროტები სათანადოდ დაიჯებიან, კეთილნი კი სათანადოდ ჯილდოს მიიღებენ. გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. ამ ცხოვრებაში ღმერთი ყველა ბოროტს არ სჯის და ყველა კეთილს არ აჯილდოებს, რათა ვიცოდეთ, რომ ყოველივე ამას ის გააკეთებს მომავალ სამსჯავროზე. იმ ცხოვრებაში აპირებს. მთელი სამყარო მხოლოდ ცდომილება, რამდენი კარგი ადამიანი ჩანს ქვეყნის თვალში ბოროტი, მხოლოდ თავისი თავისუფალი და უბოროტო უბრალოების გამო. და რამდენი ცუდი ადამიანი ეჩვენება ქვეყანას კეთილი თავისი მზაკვრული პირმოწნეობით. შემდგომ რას აკეთებს ადამიანის ძალადობა და ხრიკები, თუმცა ღმერთი თავისი სიმართლის სხივის განსაცხადებლად მრავალ ისეთ ბოროტ მოქმედს სჯიდა, როგორებიც იყვნენ ფარაონი და ანტიოქე და მრავალი ასეთი უდანაშაულოს და მრავალნი ასეთი. ისეთ უდანაშაულოს ათავისუფლებდა, როგორებიც იყვნენ იოსები და სუსანა. მაინც ამ ცხოვრებაში ცოდვილთა დიდი ნაწილი პატივითა და დიდებით კვდება. უდანაშაულონი კი უღირსებასა და სირცხვილში კვდებიან. მაგრამ მართსაჯულია ღმერთი, ამიტომ ოდესმე სოფლიო სამსჯავროზე მან უნდა გააცხადოს სად არის ჭეშმარიტი ბოროტება და სად ჭეშმარიტი საქმეება, რათა საგანთა ჭეშმარიტება გაბრწყინდეს. ამის შესახებ ვრცლად მსჯელობენ აღმოსავლეთის მასწავლებლებიდან ოქროპირი, დასავლეთისა კი ავგუსტინე. იმისათვის რომ მართსაჯულება გამჟღავნდეს, უნდა მოვიდეს მომავალი სამსჯავრო. ჩვენ ყველანი საშინელ საჯულის წინაშე უნდა წავსდგეთ და თითოეული ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმისათვის განვისაჯოთ. ამის შესახებ ნათლად ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცადმან ხორცთა მათგან, რაიცა იგი ქმანა, გინდა თუ კეთილი, გინდა თუ ბოროტი. როგორც უკვე აგიხსენით, ამ დია დღეს ყველაფერი საშინელი, მაგრამ ყოველივე აქედან ყველაზე საშინლად ორი გარემოება მეჩვენება. პირველი, ადამიანური სინდისი, რომელიც ბრალს სდებს და განაჩინებს, შემდეგ ღვთის მართსაჯულება, რომელიც განსჯის და მიუძღავს. დავიწყოთ პირველი. არაფერია ცოდვაზე საძაგელი. ცოდვის ჩამდენ ადამიანს თვითონაც არ შეუძლია მას მშვიდად უყუროს. ის ცოდვას შედის, მაგრამ შეძლების და გვარად ცდილობს ის დაჰფაროს. როცა ამის შესახებ საქმელად მოძღვართან საკუთარი ნებით მიდის, ის ხელოვნურად სახელს უცვლის ცოდვას. ან რაიმეს მომიზეზებით ფარავს. ამ ყველაფერს იმისათვის აკეთებს, რომ თუმცა კი ჩაიდინა ცოდვა, მისი დანახვა და გამხელა უნძიმს. ჩვენი სინდისი მართლაც და სარკია, რომლისაც ადამიანს უნდა რცხვენობდეს. უნდა ეს თუ არა სული კი ამის საპირისპიროდ, როცა სოდავს სიამოვნებას განიცდის. შემდგომ კი ტკივილს და ეს ტკივილი სხვა არაფერია გარდა სინდისის ქენჯნისა. და ეგ გარეშემ არაფერი თქواس, შინაგანად სინდისი გაამხელს და სინდისის ეს ბრალდება ყველაზე მძიმე
სასჯელია სულისათვის. ამ ცხოვრებაში სინდისი ეს საიდუმლო ბრალმდებელია, რადგან ცოდვა დაფარულია. სინდისის ყვედრებაც დამნაშავის გარდა არავის ესმის, მაგრამ სამჟავროს დღეს სინდისი აშკარა ბრალმდებლად მოგვევლინება. რამე თუ თავად ცოდვა გაცხადდება, მის ბრალდებებს ყველა ბოროტმოქმედი, ყველა ანგელოზი, ყოველი ადამიანი და დემონი გაიგონებს. მაშინ თვალ ხილულნი დავინახავთ არა სიზმარს, არა მოჩვენებას, არამედ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ხელით ან ჩვენი ცილისწამებით არის მკვდარი. მას ხელში თავისი სისხლით სავსე თასი ეჭირება და გვეტყვის: შესვი ძმაო, სისხლის მსმელო ნადირო, შენ მომკალი, შენ ქრთამით მოსამართლე მოისყიდე, ან მართლსაჯულება მოატყუე. ასე რომ ჩემი სიკვდილი დაუჯერი დარჩა, ჩემი ობლები მშივერები, ჩემი დაქვრივებული ცოლი და ნათესავები დამწუხრებულნი. ისინი ამ დრომდე ამაოდ დამტირობდნენ. ახლა კი ღვთაებრივი მართლსაჯულების წინაშე მსაჯული ღმერთის წინაშე შენთან ჩემი სისხლი მომავს. შესვი ძმა. მაშინ გავიგონებთ, როგორ დაგვიყვირებს ჩვენგან ნაწყენი ღატაკი, გაუმაზღარო მდიდარო, უსამართლო მეუფეო, ანგარების მოყარე ვაჭარო. მე მთელი ცხოვრება შენს ვალს ვიხდიდი, მაგრამ უკან ვერ მივიღე, ჩემი თამასუქი. მე პატიმარივით მუშაობდი, მთელი ჩემი შრომის მთელი ნაყოფი, მთელი შემოსავალი ვალში გადახდას მოვანდომე. ის კი ისევ მადევს. ჩემი სახელი კვლავ ირიცხება შენს მოვალეთა წიგნებში. ვალმა მთელი ჩემი ქონების შთანთქვა მოახერხა. ჩემი შვილები თავს მათხოვრობით ირჩენენ. ცოლი სხვის სახლებში მუშაობს, ჩემი კერა ჩაქრა. მე შიშველი დავრჩი, ჩემი სისხლი წყურია, მაშ ახლა შესვი ძმაო. მაშინ დავინახავთ თავად იესო ქრისტე თავისი უწმინდესი საიდუმლოს წმინდა ბარძიმით როგორ გვამხელს ჩვენ. ეპისკოპოსებსა და მღვდლებს მკრეხელო ღვთისმსახურმა რამდენჯერ გაბედეთ გემსახურად ისე რომ აღსარება არ გითხოვთ. რამდენჯერ მიეკარე უწმინდური ხელით ჩემს წმინდათა წმინდას. შებილწული ბაგით ეზიარებოდი, ეკლესიას ტოვებდი და ბაზარში მიდიოდი. საკურთხეველი გავიწყდებოდა და შენ სახლზე ზრუნავდი. ჩემი მადლით ვაჭრობდი. შენ ჩემი სისხლი გათელე, შესვი ძმაო, შესვი. მაშინ დავინახავთ შვილებს, რომლებიც ჯერ ისევ მუცელში მოწყვიტეს. გულსასტიკმა დედებმა. ისინი მწარე ცრემლით იტირებენ. შვილის მკვლელნო დედებო, თქვენ სასტიკის სიკვდილით იმისათვის მოგკალით, რომ ჩვენი რჩენა არ გინდოდათ, ან იმისათვის, რომ თქვენი უპატიოსნობა დაგეფარათ. თქვენ აღგვიკვეთეთ ნათელი ცხოვრებისა და ღვთის დიდებისა. წყეული მწიყოს ბაგე, რომელმაც ეს საბედისწერო რჩევა მოგცათ. წყეული მწიყოს ხელი, რომელმაც ეს მომაკვდინებელი ნაყენი მოგაწოდათ. წყეული მწიყოს თქვენი გამბედაობა, რომლითაც დაბადებამდე მოგკალით. შეხედეთ სუფთა და უდანაშაულო სისხლს, რომლითაც მიწაწაბილწეთ, დედებო შესვით ის. უფალო ჩემო, რამდენი რამ იფიქრა ჩვენმა გონებამ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს ყოფილა დამშვიდებული. რამდენი რამ თქვა ჩვენმა მოუსვენელმა ენამ, რამდენი რამ გააკეთა ბოროტებისკენ მიდრეკილმა ჩვენმა ნებამ. მაშინ ყველაფერი, რაც შევცოდეთ ბაგით, ფუჭის სიტყვის ჩათვლით, გონებით, უწყვილმანესი ანგარებით, ყველაფერი რაც ყოფილა ზედმიწევნით გაცხადდება ჩვენსა და მთელი ქვეყნიერების თვალწინ. უეცრად ჩვენს წინაშე ჩვენი ყველა საქმე იმ ნიშნულობით წარმოდგება, რომლითაც ითქვა და გაკეთდა.
დაამოწმებს ბასილი დიდი. ჰოი ეს რა რიგად მოგვეჩვენება, მაშინ გამოჩნდება ის, რაც გასაკიცხი იყო და სათნოებად გამოიყურებოდა, რაც საძულველი იყო და მოგშურნეობა ჩანდა, რაც მზაკრობა იყო და მეგობრობა გვეგონა, რაც განკითხვა იყო და გამოსწორებად მიიჩნევდნენ. ყალბი ხელმოწერა იპოვეს, მაშინ აღმოჩნდება ვისმა კალამმა დაწერა ის. ეკლესიიდან წმინდა ჭურჭელი გაქრა, მაშინ გაცხადდება ვისმა ხელმა წაიღო. იყო ბოროტი ჩანაფიქრი, დაბეზღება, მაშინ გამოჩნდება ენა, რომელმაც ეს გააკეთა. მოტყუებულია უდანაშაულო ქალწული. იმალება დამნაშავე, უდანაშაულოა დასჯილი. მაშინ გამჟღავნდება ბავშვის ნამდვილი მამა და მაცთუნებელი. გაცხადდება მრუში, რომელსაც კრძალულების ნიმუშად თვლიდნენ და როგორც წმინდანს პატივს სცემდნენ. მაშინ შეიცნობიან მგელი და ცხვარი, ვერცხლის მოყვარე და გამცემი, იუდა და ჭეშმარიტი მოციქული, ვერაგი ესავი და კეთილი იაკობი. ოჰ, როგორ სირცხვილია, უეცრად დავინახავთ ჩვენს საქმეებს ისეც, როგორიც ისინი ნამდვილად იყო. მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით, ისე, როგორც ითქვა და გაკეთდა. ცივი ოფლი მდის, ღელავ სირცხვილისაგან, როცა ჩემი ცოდვის გასამხელად მოძღვართან მივდივარ. თუმცა ვიცი, რომ მას საიდუმლოდ შეინახავს. დარწმუნებული ვარ, არ გაამხელს, არ დამსჯის და მომიტევებს. ჩემი ცოდვა ყველა ანგელოზის თვალწინ როგორ უნდა ვამხილო. ისინი ჩემს გამო შეშფოთდებიან, ყველა წმინდანის წინაშე ისინი ჩემგან პირს იბრუნებენ, ყველა დემონის თვალწინ ისინი დამცინებენ. ჰოი სირცხვილო, მაგრამ სინდისის მხილება ეს ყო მთლად წამება. ცოდვები, რომელსაც ვხედავ, ეს დიდი და საშინელი ცოდვები, ყველა ჩემია. ამ დღეს მათი დაფარვა არ შემიძლია. დღეს, რომელიც ბნელეთის მთელ საიდუმლოს ამხელს, რამე თუ ეს დღეა გაცხადებისა. ღმერთმა ამ ცხოვრებაში მიტევების მიღების უმსუბუქესი საშუალება მომცა. საკმარისი იყო მეთქვა ვცოდე, მოძღვარს ეთქვა, მოგეტევნენ ცოდვანის შენი და მიტევებული იქნებოდნენ, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მის შესახებ შეფარვით მეუბნებოდნენ ქადაგებლები, მოძღვრებიც, მაგრამ არ გავაკეთე. ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ არ გავაკეთე. მაქვს კი რაიმე გასასამართლებელი. თითქოს და ჩემი ცოდვები არ მყოფნი და სხვისი ცოდვებიც მივიმატე. ამას არც სრულ მოწმეობა უნდა და არც ვინმეს მოკვა. მე წავაქესე. ის საწყალი ქალწული, ამ პატიოსანი ქალი, შეძლების და გვარა და თავს იკრძალავდა, ძალით, მოტყუებით ცოდვაში ჩავითრიე. ჭაბუკმა ჯერ ცოდვისა არა იცოდა, ჩემმა სიტყვებმა და საუბრებმა მისი სმენა მოწამლეს, მისი ზნე გახრწნეს. მე მღვდელი ვიყავი და ცთუნებაში ერისკაცებს გადავამეტე. ცოლიანი ვიყავი და ცოლის თვალწინ მეძავი მყავდა. მამა ვიყავი და ჩემი შვილებისათვის ცუდი მასწავლებელი აღმოჩნდი. მე წარწმედის მაგალითი ვიყავი და ადამიანთა შორის ტრიალებდი. განა ჩემთვის საკმარისი არ იყო, მე დავსჯილიყავი და ჩემი რჩევებით მაგალითითა და ცთუნებით სხვებიც არ გამეყოლიებინა სადანჯველში. რითიღა უნდა ვიმართლოთ თავი. ვინანიებ, მაგრამ უშედეგოდ. რამე თუ სინანულის დრო გავიდა, დადგა ჟამი მიგებისა. მაშ ასე რა ვქნა. მე საკუთარ თავს ვადანაშაულებ და გავსჯი. ღმერთო, გარეგანის ამჟღავნოს საჭიროება არ არის. მე ჩემი სინდისი მსჯის. სიხარული დავიმალებოდი ჯოჯოხეთში, ოღონდ ჩემი ცოდვები არ დამენახა. მიმიღე ტანჯვალ, ჩემთვის აღარ არის სამოთხე, ვამბობ ამას და ვთრთი. ქრისტიანენო, ასე ამხელს და განიკითხავს მბრალმდებელი და მოსამართლე საკუთარი სინდისი. მოსამართლეც კი არ არის ისეთი ფხიზელი, როგორი ფხიზელიც ჩვენი სინდისია, ამბობს ოქროპირი. მაგრამ ცოდილო სულო შეჩერდი, სად მიხვალ? შენ ბრალი დაგდო,
და განგსაჯა შენმა სინდისმა. შეიცადე სამსჯავრო და მისაგებელი ახლა ღვთაებრივმა მართლმსაჯულებამ უნდა მოგაგოს. ხოი სამსჯავრო, ხოი სულო. მე შენდობის კვირას ვერ გნახეთ და ყველას განვითხოვ შენდობას. და ასევე ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ შეცოდებანი თქვენი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვირთოთ.